იყოს, წინასთან მაინც არ ვილაპარაკოთ, აქ მოლი ჩამოვაყალიბეთ, კარგი ბიძგი ვარ და ეს სინიკური ჩაქცევა. აშკარად ძალიან კარგი მოლი ქონდა არჩვაძე ზურგს უკან ძუძუაშვილი მახარაძე ორობელიძე და რა კარგი ლელო გაგვაქვს გაფრინდა შვენიერი ლელო გავიტანეთ და გავხსენით ანგარიში დღევანდელ შეხვედრაში დაახლოებით მატჩის მე-13 წუთზე დათა არობელიძემ მოახერხა პირველი ლელოს გატანა ამ შეხვედრაში და საქართველოს დაწინაურება ანგარიშით 5-0. კი ბატონო რა კარგი მოლი ჩამოვაყალიბეთ რა თქმა უნდა თორნიკე ბუტეშვილის სკოლა რო მუშაობს ამ საკითხზე ორი აზრი არ არის აქ თომას. ხო, უნდა ვატკინოთ. არ არის ფიჯი დისციპლინით გამორჩეული გუნდი და შეიძლება მათზე. ხო. უპირატესობა მიიღეს ფიჯელებმა აქ თამაში გარის სავარაუდოდ 0 ზონაში დავჯარიმდით და გზელი გადაცემა და ხო აქ ძალიან რთულია თავის დაცვა, ასეთი უპირატესობა რო აქვს და ყველა რაოდენობაშიც მეტრი იყვნენ და 5-5. კი ბატონო, კაი ისეთი სანახაობრივი შეტევით გვიპასუხა დაახლოებით 5 წუთში გაშვებული ლელოს შემდეგ. აქ თითქოს გაუვარდა თავიდან ბურთი, მაგრამ საბოლოოდ უნდა თქვა და რაც ქულების მოპოვების თავარი ის არის. მარტო ჩვენს არა, ბევრი ნაკრებისთვის არის ეგრე. მაგრამ რა თქმა უნდა, შემდეგ უპირატესობას რომ მიიღებს, შემდეგ ხელი თამაში უნდა. ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ მოლის საწინააღმდეგოდ სხვა გუნდებით, ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდები ბევრს იმუშავებენ და შეიძლება ყველაფერი და აქ ლელოს გავიდა აუცილებლად. არის კიდევაც ლელო. კი ბატონო, ლელო ჩაითვალა. სინგაიტანა ზაზაძემ ან არჩვაძემ. შვენივრად იმუშავა, აი ღერცვლით ძალიან კარგად და ძალიან ხარისხიანად უნდა ვთქვათ, რასაც ფიჯელები ჯერებლობა იმისი, რომ გაზარდოს ეს უპირატესობა, კარგი პოზიცია, ეხლაც ამჯერად დარტყმა ზუსტი არის და 12-5 დაწინაურდა სერიის პირველ მატჩში. აი განმეორებით აქ კარგად მოვიგეთ ბურთი 5 მეტრიან დერეფანში. ჩამოყალიბდა მოლი, რომელსაც სწრაფი წინსვლა ჰქონდა და ერთ მოთამაშე შედის დაცვიდან, შემდეგ ტრიალდება და შემდეგ რჩება მოლის ბოლოში რა და მსაჯი არ აჯარიმებდა. ეხლა იცვლება უკვე ეს ყველაფერი. ჯარიმა იქნება ეს. ხო, ესე უკან ჩარჩენილი მოთამაშე უკვე ვალდებული იქნება, რომ აქ კარგად გვიტევენ ფიჯელები და მივადევნოთ თვალი. ხო, ჩვენ მოლით ისინი ხელით. მოდიან ესე. კი ბატონო. ანუ ის იძულება ვალდებული იქნება ჩაეხსნას რომ გამოვიდეს უკვე რაც უკვე შეტევით მოს უფრო დიდ უპირატესობას მიცემს და დარწმუნებული ვარ ამას კარგად გამოვიყენებ ჩვენ. ეს წესი უკვე ამ სოფლიოდან ამოქმედება. ხო და ეს წესი ტოპ 14-ში მოქმედებს უკვე. დაუძრათ მოძრა. უან დებოდი ყოფილა მსაჯი. აი. ზუაშვილი უკან წაიღეს და დაუვარდა და აი აქ ძალიან სახიფათოები არიან ფიჯელები, საერთოდ ვერ შევბოჭეთ ტაბატაძე. გააკეთეს ეს პასი. ისევ პოლ მორისი. აქ ერთი გზელი პასი ჭირდებათ ფიჯელებს და აი ამ კაცს რამდენად გავაჩერებთ. არ ვიცი რაფო, სასისტრაფეში შემოვიდა. მათი 15 ნომერი აქ ჯუდა დრაივა. მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკრულები არიან, ძალიან ხელდახელ ისე თამაშობენ, რომ ყველგან ხო, არა. მოიხსნა თითქოს ბატონო ბურთი გამოვიდა საბოლოოდ, გადააწყო მორისმა მორკინალები მარჯვენა მხარეს, აგრესია გვინდა. მალე უნდა გადაგორდეს ზაზაძე, რასაც ვერ ახერხებს აშკარად. და არ უნდა ვითამაშოთ მაშინ ბურთზე, რადგან ზაზაძე ჩავარნილია, არც გადაყრაში უნდა შევიდეთ. ძალიან ახლოს არიან ფიჯელები შვენიერი დაცვა. ანამ ხელის არ დაკაწეული ამას. კიდევ ერთი ჯარიმის უპირატესობა აქვს. მორისი გაიტანა. აი და წამოვიდნენ. კარგად დავიცავით. ორი გადატრიალდა ფიჯელი. მიწაზე და საბოლოოდ რეალურად გაგვიტანა. ხო, ცუდი მომენტი ჰქონდა. იქ შეკინებაში მოგვაწმენ და დავჯარიმდით. To earn their points should they want them. An expected confrontation there, not quite executed, or strange one, but Arshvadze eventually runs into the defender who was looking to tackle him. Now the quick recycle. Here come the Georgians. You can't stop power like that. Short of the line. Oh, has the penalty been given or the try? It's a try to Georgia. In and over. This guy's serious about business. Eziashvili. ფეხი ხახვლედიანი არ ვიჩქაროთ არა და ლელო გაიტანა
კი ბატონო, წინ გავიდა საქართველოს 24-23 გარდაცახვა ძალიან მარტივი ადგილიდან გვიწევს და ფაქტობრივად კარის წინიდან. აღნიაშვილი იყო თუ სწორედ დავინახე ლელოს ავტორი. კი ბატონო, 3 ქულით შევძლებთ წინ გასვლას. კარგი შენი პირველი შეხვედრა ამ სერიაზე ფიჯია, თან ფიჯის და საქართველოს შორის ახლა ბოლო წლებში ყველა დონეზე უკვე ისეთი დაპირისპირებაა ხოლმე, აი როგორც ერთი პერიოდი რუმინეთთან ქონდა ეროვნული ნაკრებების დონეზე. ესე ვართ ახლა ჩვენც. ეს დარტყმა ზუსტი არის და ზრდით უპირატესობას 29-23, 6 ქულა არის სხვაობა. დრო ხშირად ჩერდება ხოლმე სხვადასხვა. Good enough. Penalty Fiji. Penalty after penalty after penalty. Buinimasi with the tap and go, looking to exercise some options, but because he tapped so quickly, he had no teammates running onto the ball, and now the Georgians are running onto the defenders, and that is enough for referee Debord. He draws a red line and shows a yellow card. Georgia are down to 14. Hak Vlediani heads off the field, the outside center for Georgia. Big, strong tackle, just what the Georgians needed. Rokosuka driven backwards. Fiji just with tap and go after tap and go. They're playing this game the way that suits them. But the aggression in defense has ripped it free once more. The clock's gone red and Georgia claim victory in dramatic fashion, appropriately through Dzodzwashvili, who drives the ball into touch and brings about the final whistle. Frustration for the Fijians, who tried as hard as they might, but in the end have come up without